საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების დღეს ოცნების პროკურატურამ სამშობლოს ღალატის მუხლით საქმე აღძრა გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს გადაცემა საქართველოს დაბადებაში გაკეთებული განცხადების გამოედავებიან, რომელიც აფხაზეთის ომისა და ტყვეების გაცვლის პროცესს ეხებოდა. გადაცემა 3 კვირის წინ გამოქვეყნდა, გამოძიების შესახებ კი დღეს გახდა ცნობილი. გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა თვითონ ოპოზიციონერი პოლიტიკოსიც, ის საქმეს ოცნების პროპაგანდას უწოდებს. უფრო ვრცლად ბარამიძის პოზიციაზე და საქმის დეტალებზე სალომე ლაბაძისგან გავიგებთ, ის პირდაპირ ეთერში გვერდება. დავიწყებ იმით, რომ გიორგი ბარამიძე ახლა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში იმყოფება, სადაც აქვე გეტყვით, რომ ზუსტად 3 საათზე პარტია ბარამიძის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შესახებ საგანგებო ბრიფინგსაც გამართავს. მანამდე კი ამ დროისთვის პროკურატურიდან გიორგი ბარამიძეს არავინ დაკავშირებია. ახლა როგორც ვიცით, საგამოძიებო უწყება და ის პროკურატურა მას დაგვიდასტურა კობა კობალაძის გამოკითხვითაა დაკავებული. კობალაძე კი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსია, რომლის განცხადებაც დაედო სწორედ საფუძვლად პროკურატურის მიერ ბარამიძის წინააღმდეგ დაწყებულ ამ გამოძიებას, რომლის შედეგიც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით გამორიცხული არ არის, რომ იყოს მისი დაპატიმრება. სადავო კი გახდა ბარამიძის ინტერვიუ იაგო ხვიჩიასთან, უფრო ზუსტად კი ინტერვიუს ის ნაწილი, რომელშიც ნაციონალური მოძრაობის ლიდერი აფხაზეთის ომის პერიოდს იხსენებდა. მაშინ გიორგი ბარამიძე საქართველოს პარლამენტში ტყვეთა გაცვლის კომისიის თავმჯდომარე იყო. ბარამიძემ ინტერვიუში ყურადღება გაამახვილა ომის პირველ ფაზაზე და აღნიშნა, რომ იმ დრომდე ვიდრე თავადაც ჩაერთვებოდა პროცესში, იზრუნებდა ტყვეების აყვანაზე და ამ გზით, ანუ ტყვეების გაცვლის გზით, ქართველი ტყვეების გამოხსნაზე მტრის ხელიდან, მანამდე ჩვენებს, სწორედ ამ სიტყვას იყენებს გიორგი ბარამიძე ამ ინტერვიუში, ტყვეები არ აყავდათ, არამედ მტერს ხრეწდნენ. და ის სწორედ ეს განცხადება პროკურატურამ შეაფასა როგორც საბოტაჟი და როგორც სამშობლოს ღალატი და სწორედ ამ ორი მუხლით დაიწყო უბრალოდ გამოძიება გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ. რაც თავად ნაციონალური მოძრაობის ლიდერისთვის გასაკვირი და მოულოდნელი არ ყოფილა, მით უფრო რომ პროკურატურის ჩართვა ამ საქმეში წინ უსწრებდა ოცნების ლიდერების განცხადებები ამ თემასთან დაკავშირებით, მათ შორის ირაკლი კობახიძის განცხადებაც, რომელმაც გუშინ გიორგი ბარამიძე სწორედ ამ ინტერვიუს საფუძველზე სწორედ სამშობლოს ღალატში დაადანაშაულა. ახლა გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ აგვისტოს ომის დღეებში, როცა განსაკუთრებულ ფოკუსშია ივანიშვილის პარტიის მოღალატეობრივი პოლიტიკა, ამ საქმის წამოწყება პარტიისთვის არის პროპაგანდისტული საშუალება, რომ მან აქცენტი სხვაგან გადაიტანოს, თუმცა როგორც გითხარით, ბარამიძე არც იმას გამორიცხავს, რომ საქმე მივიდეს მისი დაპატიმრების მცდელობამდე, რისთვისაც როგორც თავად აცხადებს მზადია. ნამდვილად არ მიყვარს სამშობლოს მოღალატეებისგან ჩემი დადანაშაულება. მე რუსეთში უკვე გასამართლებული ვარ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის გამო 6 წლით და 6 თვით. მე რაც თქვი, რახან დარჩა საჭირო განმარტების, ის განმარტე, რომ პირველ პერიოდში მართლაც ესეთი მდგომარეობა იყო, ომი როცა არის, ადამიანს კლავს, ომი როცა არის, ადამიანს შობელი რო ყავს მოკლული და დედა, მამა და შვილი, იმას ვერ მოთხოვ, რომ ტყვე რატო არ აიყვანეო. ხო, ადამიანი კლავს ომის დროს მეორე ადამიანს, ეს არის ომის უბედურება. შესაბამისად, რა არის აქ გაუგებარი, არავინ არ დამიდანაშაულებია, რუსეთი არის ოკუპანტი, ყველა მისის გაერომ, ეუთომ, ევროპის საბჭომ და ასე შემდეგ და ამ საკითხს წერტილი აქვს დასმული, ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. ის მცირე ეპიზოდი პირველი პერიოდისა, რაც მე როგორც ტყვეების გაცვლით დაკავებულ ადამიანს ვიცოდი და რაც იყო პრობლემა, ამის თქმა, სიმართლის თქმა, არანაირ პრობლემას არ უქმნის არც ქართული ჯარის რეპუტაციას, არც მით უმეტეს ჩვენი საზოგადოების და არც ჩვენი ქვეყნის. არც ერთ თვალსაზრისით მთელი ცხოვრება, ჩემი შეგნებული ცხოვრება რუსების წინააღმდეგ ვიბრძოდი, თურმე სამშობლოს მოღალატე ვარ, ამაში მადანაშაულებს ეს მოღალატური რუსული ბანდა. ვარაუდობთ, რომ შესაძლოა თქვენს დაპატიმრებამდე მივიდეს საქმე, ორი ძალიან მძიმე მუხლია შერჩეული პროკურატურის მიერ. მიხეილ სააკაშვილი, ამ ქვეყნის თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი და ამშენებელი მე-5 წელია ციხეში უზის. ლევან ხაბეიშვილი განცხადებისთვის უზის. ჩვენი ბიჭები თითთან გამოწოვილი პაატა ბურჭულაძის მეთაურობით ბრალდებით ციხეში უზით და ეხა მე რო ქოცურმა რუსულმა რეჟიმმა ციხეში ჩამსვას, რატო უნდა გამიკვირდეს? როგორც მოისმინეთ, გიორგი ბარამიძე განმარტავს, რომ ქართული ოცნება იაგო ხვიჩიასთან მის ინტერვიუს და ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელიც ახლა პროკურატურამაც გამოიყენა მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების საფუძვლად, манипуლაციური შინაარსით ავრცელებს და ისე წარმოაჩენს, თითქოს ბარამიძემ ამ ინტერვიუში თქვა, რომ ქართველები ტყვეებს ხრეწდნენ, არადა როგორც ბარამიძე განმარტავს, ის საუბრობდა სწორედ ტყვეების აყვანამდე პერიოდზე ამ ინტერვიუში. თემაზე ვიდრე საგანგებო ბრიფინგს გამართავს ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე გაავრცელა განცხადებაც,
რომელშიც აღნიშნულია, რომ გიორგი ბარამიძის მიერ წინააღმდეგ გამოძიების დაწყება პროკურატურის მიერ არის კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ პროკურატურა წარმოადგენს პოლიტიკური ანგარიშწორების და ასევე რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტს ქართული ოცნების მმართველობის პირობებში და ეს საქმეც პარტიის შეფასებით ადასტურებს ოცნების რუსულ ბუნებას. პარტია წერს იმასაც, რომ ის გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ ოცნების მოქმედებას შეეწინააღმდეგება როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური გზით. თავად ბარამიძემ კი ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა ისიც, რომ იმ შემთხვევაში თუ მას დაიბარებენ გამოკითხვაზე, რაც სავარაუდოა, რომ ასე მოხდება, ის მზად არის, რომ პროკურატურის შეკითხვებს უპასუხოს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით.